ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევების მსხვერპლი მარნეულში 27 წლის კაცი ხალხმრავალ ადგილას ქალაქის ცენტრალურ ბაზარში შუა დღეს ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. დაიჭრა მისი მამაც, რომელიც საქმის მთავარი მოწმეა. კაცი ახლა დეტალურად იხსენებს, როგორ იღებდა მითითებებს თავდამსხმელი მკვლელობის დროს. ასევე იხსენებს მკვლელობამდე მისი შვილის დაშინების შემთხვევასაც ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის სახელით. მედიამ სავარაუდო დამნაშავის კადრები მალევე გაასაჯარო, თუმცა მომხდარიდან 24 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ თავდამსხმელი არც დაკავებულია და არც იდენტიფიცირებული. ადგილობრივებს კი შიშით უწევთ ცხოვრება, რადგან კრიმინალების მხრიდან მუქარა და შანტაჟი, ფულისა თუ ბიზნესის წილების დათმობის იძულების მიზნით მათი ყოველდღიურობა. მარიკა ბოლქვაძე მუშაობდა მთელი დღის განმავლობაში ამ თემაზე, ის შემოგვიერთდება ახალი დეტალებით. სოფელ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გავრცელებია ოფიციალური ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, ასევე ამ დრომდე არ არის იმ პირის ვინაობა იდენტიფიცირებული, რომელმაც გუშინ შუადღისას მარნეულის ცენტრალურ ბაზარში შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, რასაც 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც ფიქრობს ახლა ოჯახი და როგორია გარდაცვლილის მამის პოზიცია, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და თავადაც დაშავდა, ამ და სხვა დეტალების შესახებ ახლა თქვენ ფორმულას სიუჟეტიდან გაიგებთ. ის გარდაცვლილი საჰიბ ბაირამოვის მამაა, რომელიც მარნეულში შეიარაღებულ თავდასხმას გადაურჩა. 4 დეკემბერს მარნეულის ცენტრალურ ბაზარში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის სამიზნეები ოქროთი მოვაჭრე მამაშვილი საჰიბ და რამაზ ბაირამოვები გახდნენ. შუადღის 3 საათზე ბაირამოვების მაღაზიაში შეიარაღებული პირი ისე შევიდა, როგორც მომხმარებელი, თუმცა რამდენიმე წუთში მან იარაღიდან მამაშვილის მიმართულებით გაისროლა. სავარაუდოდ დამნაშავე სავაჭრო ობიექტში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. დაშავებულები მძიმე ჭრილობებით ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს. თავდამსხმელი კი შემთხვევის ადგილიდან სავარაუდოდ ტაქსით მიიმალა. 27 წლის საჰიბ ბაირამოვისთვის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული 4 ჭრილობა კი სასიკვდილო აღმოჩნდა. ის წუხელ შუაღამისას მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. შემოვიდა მაღაზიაში ყურსასმენებით, საყვარელო რომერი გიყიდო, მიმართავდა ვიღაცას, ვისაც სავარაუდოდ მობილურით ესაუბრებოდა. რეალურად ეკითხებოდა, რომლისთვის უნდა ესროლა და სამიზნე რომელი უნდა ყოფილიყო. როცა იქიდან სავარაუდოდ ახმობა მიიღო, ჩემს შვილს ესროლა. რამდენჯერმე გაისროლა, მე დავიწყე ყვირილი, რას აკეთებ, მობრუნდა და მეც მესროლა. ტყვია აქედან შევიდა და მეორე მხრიდან გამოვიდა. გარდაცვლილის მამა იხსენებს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მის შვილს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტის ფოლადა სახელით ურეკავდნენ და ეგრეთ წოდებულ ქურდულ წილს თხოვდნენ. ამ კომუნიკაციიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ კი მამაშვილს თავისავე მაღაზიაში თავს დაესხა პირი, რომლის იდენტიფიცირება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე ვერ მოახერხა. რამდენიმე დღის წინ დაურეკეს ჩემს შვილს ვინმე ფოლადა სახელით. კითხეს, საჰიბა ხართ? არა, უთხრა და გაუთიშა ტელეფონით ჩემმა შვილმა. ნომერი შეცვალა. მერე ეს მოხდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მარნეულის მცხოვრებლებს კანონიერი ქურდი ფოლადა სახელით აშინებენ და აშანტაჟებენ. 2023 წლის 23 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ისმის როგორ ურეკავენ სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობაში ჩართულ პირებს კანონიერი ქურდი და კრიმინალური ავტორიტეტი ფოლადა სახელით და ქურდული წილის სანაცვლოდ თანხის გადახდას თხოვენ. გარდაცვლილი საჰიბ ბაირამოვის ოჯახი ეჭვობს, რომ 27 წლის ახალგაზრდას სწორედ ამ მიზნით დაუკავშირდნენ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე. მისგან უარის მიღების შემდეგ კი მასზე სისხლიანი ანგარიშწორება გადაწყვეტეს. Dedim ki herhalde imkanım yok. WhatsApp'ta şekil gönderim. Benim ne kadar borcum var. Alın terimle işlem ne ellemeliyim. Sen bu sefer sen kalmayacaksın sen. Sen bu sefer sen kalmayacaksın. Dünya hemen ellemişse. Yet de ellemişse. Zaten elliyim ben sana. Oğlunun sözünü dedim bile. პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში ფორმულას კითხვებს გაურბიან. სამართალდამცავი უწყების თანამშრომელმა ჩვენს კითხვებს დაკითხეს თუ არა მომხდარზე თვითმხილველები და იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი პასუხი არ გასცა. როგორც ჩანს, ექსპერტ კრიმინალისტებმა მალევე დაასრულეს შემთხვევის ადგილის გამოკვლევაც, თანაც ისე რომ ირგვლივ ყვითელი ლენტიც კი არ შემოავლეს. თვითმხილველები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე არავინ დაუბარებიათ.
გუშინ ცენტრალურ ბაზარში მომხდართან დაკავშირებით გვაქვს კითხვები არ დაკეტეთ. რატომ არ არიან პირები იდენტიფიცირებულები ამ დრომდე? არავინ გააკეთებს კომენტარს? არ დაიცვალა ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად. და თქვენ აქ იყავით, გაიგეთ. მე არ ვიჯექი, მე რა გავიგე, მე გავიგე ხლაპუშკა. ხო, მაგას ხლაპუშკა. ამ ადამიანებს ვინ არასდროს თანამშრომლები იყვნენ გვერდზე. და თანამსხმელი ვინც იყო ის? მე რა ვიცი, სიროთა ხდება თქვენ ჩემზე კარგად იცით რა ხდება მარნეულში. არაფერი არ დავინახე, არაფერი არ გამიგე, დავინახე რომ კაცი დავარდა და ვშიო. 3-4 ჯერ გავიგე გასროლის ხმა, შემდეგ გაიქცნენ, ვერ დავინახე ვინ იყვნენ, სხვა არაფერი ვიცი. ბოლო დროს მარნეულში სისხლიანი გარჩევები გახშირდა. ადგილობრივები და ოჯახის ახლობლები ახლა პასუხისმგებლობას ქართული ოცნების ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, დამნაშავის იდენტიფიცირება შესაძლებელია, რადგან თავდამსხმელს სახე დაფარული არ ქონდა. რაც ხდებოდა 90-იან წლებში, იგივე ხდება ეხლა. დღეს აქ მოკლეს სახლებში შედიან, ხალხს აკაჩაღებენ, ყველაფერს აკეთებენ. ამიტომ მთავრობას ვთხოვთ, რომ ცოტა რეაგირება უახდინოს. დღე არ გადის, რომ არ გაცარცონ, არ მოკლან, არ ესროლონ. ან არ დაწვან. უდანაშაულო არაფრის გულისხმის 4 თვეა ესროლ. ბავშვი დაუბა. არაფრის გულისხმის. არიციან ვინ არის და ვინ არ არის. კაცეშვილი არიცნობს. მაგრამ ყველაფერი როგორც გამოვიდა ბაზარიდან, პისტოლეტი ხელში და დააფიქსირა კამერა. ანუ კამერაში ყველაფერი ჩანს. და ახლა მას რა თქმა მეტი ლაპარაკი. კამერაში თუ ჩანს. და ტაქსი ვიც აიყვანა ეს კვლელი. ჩაიყვანა იორ მუღანბოში. სამყაროს აქვს კავშირი ამ საქმეში, მათი ხელი ურევია, რაღაც პოლიციის ყოვესა უარი რომ მიიღეს, ამიტომ გაგეს, ну, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განმარტება უნდა გააკეთოს. ფაქტი ერთია, რომ დღის მზიზით შეიარაღებული უცნობი პირი, ну, ჩვენთვის არის უცნობი, მაგრამ შეიძლება იმ დაზარალებულ ოჯახისთვის ცნობილი იყოს. აი ესე დღის მზიზით შუა ბაზარში შეიარაღებული ადამიანი მოდის მაღაზიაში თავს ესხვის ადამიანს, მამა შვილს ესვის, შვილს მოკლავს და მე ესე ხელჩაკნეული გარბის და არავინ არ არის აქამდე დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს 27 წლის საჰი ბაირამოვზე თავდამსხმელის შემთხვევის ადგილის მიმალვის ვიდეო ჩანაწერი, მისი ვინაობა ამ დრომდე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე 24 საათზე მეტია, რაც ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თავდასხმიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ყოლობის მცდელობას გულისხმობს. თუმცა ახლა გელაგელაძის უწყებას ბრალის უფრო მძიმე მუხლით გადაკვალიფიცირება მოუწევს. გარდაცვლილი საჰი ბაირამოვის ოჯახი მკვლელის იდენტიფიცირებას და უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.